გაიცა კაცო. კაცო. ფაქტი არის ის, რომ ადამიანი ჩასვეს მანქანაში, გაიტაცეს პრაქტიკულად, მას მოსთხოვეს კონკრეტული ინფორმაციების გამოტანა თავის სამსახურიდან, დაემუქრნენ, ეს არის შანტაჟის მცდელობა. ეს არის შანტაჟი პირდაპირ. საქართველოში უნდა შეწყდეს ჟურნალისტების დევნა, უნდა შეწყდეს შანტაჟი ჟურნალისტების წინააღმდეგ, მით უმეტეს კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნიათ კონკრეტული ინფორმაცია, ეს არის ტელეფონის ნომერი, ეს არის მანქანის ნომერი, არის ამოცნობელი პიროვნება, აქედან გამომდინარე აუცილებლად უნდა მიეცეს მას რეაგირება და ჩვენ ვითხოვთ ზუსტად ამას, რომ მიეცეს რეაგირება კონკრეტულ საქმეზე, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დამნაშავეები იქიდან დაიჭრა. ის რაც ხდება დღეს მედიაში, არ დაწყებულა არც გუშინ და არც გუშინ წინ, თუმცა განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო პერიოდში. ყველაფერი დაიწყო მედია ჯგუფების, ეგრეთ წოდებული მედია ჯგუფების გამოჩენით და სიტუაცია მივიდა აქამდე იმისათვის, რომ უფრო არ გამწვავდეს ვითარება არჩევნების მოახლოებასთან ერთად. საჭიროა, რომ მედიამ დაიცვას თავისი უფლებები, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ ნაბიჯ-ნაბიჯ წლების განმავლობაში დავთმეთ. ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა პირველ რიგში გავაპროტესტოთ თავად ეს ფაქტი, იმიტომ რომ წარმოუდგენელი არ შეიძლება ჟურნალისტს აშანტაჟებდე, ეს არის დანაშაული და მეორე მოუწოდებთ პროკურატურას, რომ არსებობს ადამიანები, ვინც ჟურნალისტ ჩაჩუას აშანტაჟებდა, არსებობს მათი სახელები და გვარები, არსებობს ავტომობილი, რომელშიც ის ჩასვეს და მოვითხოვთ კატეგორიულად, რომ იქნას ეს საქმე გამოძიებული და სათანადო პირები, ვინც მონაწილეობდა ამ ინციდენტში, აუცილებლად დასჯილი მთელი სიმკაცრით. აპროტესტებ ჟურნალისტის, კონკრეტულად მეცხრე ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას. არ შეიძლება ჟურნალისტის მიმართ და საერთოდ ადამიანის მიმართ ესეთი შანტაჟი და ძალადობა იმართებოდეს ეხლა. მით უმეტეს არჩევნები ახლა ძალიან დაძაბული სიტუაცია. მართლაც გართულებულია მედიის მდგომარეობა დღეისათვის საქართველოში, ის პირობები, რომელშიც მედიას უწევს საქმიანობის განხორციელება ძალიან რთულია ჟურნალისტისათვის. ამას დღეს დაერთო კიდევ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტები. ჟურნალისტი აცხადებს, რომ მასზე ახორციელებდნენ ზეწოლას, აიძულებდნენ კონკრეტული მოქმედებების შესრულებას, რომელიც მის ნებას ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჟურნალისტებს მიეცეთ თავისუფალი საქმიანობის განხორციელების საშუალება. მოხდეს ამ აღნიშნული ფაქტის გამოძიება დროულად, ის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, რომელიც ჟურნალისტმა უკვე განაცხადა, ეს არის ავტომობილის სახელმწიფო ნომერი, ტელეფონის ნომერი, რომლითაც ზარი განხორციელდა, აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული დროულად, უნდა იქნეს გამოაშკარავებული ის პირები, რომლებიც ამ ფორმით ახდენდნენ ჟურნალისტის იძულებად და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს აღნიშნული ქმედების პრევენცია. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტები თავისუფალი უნდა იყვნენ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. თავისუფალი უნდა იყვნენ არჩევანში, თუ როგორ განახორციელონ, რა ინფორმაცია მოიძიონ და როგორ გაავრცელონ ეს ინფორმაცია.